მიხეილ სააკაშვილს მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და მივესალმები ამ ამბავს და მოხარული ვარ. მიხეილ სააკაშვილი არის ის კაცი, რომელმაც მთელი თავისი მოღვაწეობა, თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით, თავისი პიროვნებით, საქციელებით დაამტკიცა ის, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე უღირსი ქართველი პოლიტიკოსი ამ ქვეყნის ისტორიაში. ის პოლიტიკოსი, რომელმაც თავისი ხალხი, ერი, ქართველები გაიმეტა საწამებლად, პირდაპირ გაგებით, დასაჩაგრად რაღაცა, რა ვიცი, გასაუპატიურებლად და ქუჩა-ქუჩა სახოცად. აი ეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ ეს ამაზე სხვა დროს და ადრეც მithქვამს. ეხლა მინდა ვილაპარაკო იმაზე, თუ რამდენად მიხეილ სააკაშვილს პიჯაკების შეკერვაზე თუ ყიდვაზე თუ რა ვიცი, მოკლედ პიჯაკების ამბავში მიუსაჯეს 9 წლით პატიმრობა. გუშინ ვიღაცები გამოვარდნენ ეგრეთ წოდებული პროევროპული ძალები და აი მიშა საქართველოს სიყვარულისთვის დაიჭირეს და მიშა პიჯაკების გამო დაიჭირეს და ეს 9 მილიონი სახში კი არ წაუღია ტრამპი თურმე სადღაც დაპატიჟა და აი ამ დაზეპირებულ ფრაზებს უბერავენ. იმეორებენ. მიხეილ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ქართველი ამორჩევლის ფული და საქართველოს მოქალაქეების ფული დახარჯა იმაში, რომ სოფო ნიჟარაძე კარგად ყოფილიყო და რეგულალა და რა ვიცი, ყველაფერი ქონოდა, რაც გაუსწორდებოდა. ჩამოყავდა პუტანკები სხვადასხვა ქვეყნებიდან თავის რაღაცა მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდა და მერე სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იხდიდა ამ ფულებს. ანუ წარმოიდგინეთ. ასევე აღმოაჩენთ, რომ თურმე ბებიამისი, დედამისი, ბიძამისი, რა ვიცი, შვილები დასეირნობდნენ, ვოიაჟები ჰქონდათ, იახტებს ქირაობდნენ, სასტუმროებს და აი ამას ყველაფერს საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილი გრიფით საიდუმლოში აყვანილ დონეზე ამ ყველაფერს იხდიდა. და 9 მილიონი ლარი აი ესე რაღაცებში, ვიღაცების საჩუქრებში, პუტანკებში, შეყვარებულებში, ნათესავებში და ძმაკაცებში და ვიღაცებში დახარჯა. ამას რასაც ლაპარაკობ, თუ კი ვინმეს შემოთქვამში ხა იჭვიებარება, ყველას შეუძლია თუ მოინდომებს და დაინტერესდება, თვითონ ნახოს აი რაზე ასამართლებენ მიშას და ეს მასალები რაც დევს საქმეში და მტკიცებულებებიც და რაც არის, ყველამ თვითონ ნახოს და მიხვდება, რომ იქ რაღაცა 4 და 5 პიჯაკი და ის რომ თურმე სადღაც ნაკინი აჭამა ტრამპს ბათუმში, საერთოდ მაგაზე არა ლაპარაკი. მაგრამ აი ეს ქაჯები გამორბიან და პიჯაკები რომ ბავშვებს ვიღაცებს დააჯერონ, რომ აი წარმოიდგინე რა რეჟიმია, რომ მიშას პიჯაკების საქმეზე ასამართლებენ პრეზიდენტს. ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც, მიხეილ სააკაშვილის ის საქმეებიც, რაზეც ასამართლებენ, აი ეს ვითომ პიჯაკების საქმეც, გირგვლიანის საქმეც, ვალერი გელბახიანის სასტიკი გალახვის საქმეც შეუძლიათ ამ ადამიანებმა გაასაჩივრონ სტრასბურგში და სტრასბურგის გადაწყვეტილებას მერე ვაღიარებთ ყველა. აი ეს თავისი რაღაც წარმოდგენები ვიღაცა გირჩი ჯაფარებს და ბოკუჩავებს და ვიღაცებს შეუძლიათ შეინახონ თავისთვის. მიშა გმირი გონიათ თუ რა ვიცი, კეთილი რაინდი გონიათ თუ მაგარი კაცი თუ რა გონიათ, ყველამ თავისი აზრი დაიტოვონ თავისთვის. თუ რამეს არ ეთანხმებიან, მიბრძანდნენ სტრასბურგში და დაამტკიცონ, რომ მიშა მაგარი კაცია და ივანიშვილი ამ რაღაცებს პიჯაკებზე რო ასამართლებს თუ როგორც არის. მაგრამ ძალიან კარგად იციან, რომ შანსი არ აქვს სტრასბურგში, იმიტომ რომ აქამდე რაც ედავა საქართველოს ხელისუფლებას რაციონალური მოძრაობა ყველა დავაწააგო. შესაბამისად შეშინებულები არიან.
აი ამის თქმა მინდოდა ამ რაღაცა პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით, რომ ბავშვებს ვატყუებენ, რომ თურმე მიშას პიჯაკებზე ასავარდლ. მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის კიდევ უფრო მეტიც. მიხეილ სააკაშვილმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ქართველები გაგვიმეტა საწამებლად. მიშა არის ის კაცი, რომელმაც ქართველი ხალხი გაიმეტა საწამებლად, გასაუპატიურებლად, სათვალთვალოდ და ქუჩა-ქუჩა სახოცად. აი ეგ პრეზიდენტია მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი არის ის პრეზიდენტი, რომელმაც კანონმდებლობა საქართველოში ისე მოაწესრიგა 2008 წლის ომამდე რამოდენიმე დღით ადრე, რომ ახალგორისხეობა და კოდორისხეობა აღმოჩენილიყო ერთი აფხაზეთის შემადგენლობაში და კონტროლის ქვეშ და მეორე ოსეთის შემადგენლობაში და რუსული სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. აი ეგ არის მიხეილ სააკაშვილი. მიშა არის ის კაცი, რომელიც გორში ჩაჯმული ფორთხიალობდა, ხან ხალხს ყლაპავდა შიშისგან და ნერვულობისგან. ხან ის პარლამენტის თავმჯდომარე იქიდან გვეხვეწებოდა პარლამენტი და რომ ჩანგლებითო და დანებით გამოდითო და დადექითო და რაღაცა სირობებს და მერე ყველაფერზე რო ხელი მოუწერა რუსებს ვაფშე ყველაფერზე. აი ეგ კაცია მიხეილ სააკაშვილი. მიშა ის პრეზიდენტია, რომელიც რუს გენერლებს მიშას დავალებით რესტორანში ატარებდნენ, მაშინ როცა ქართველი ბიჭების ცხედრები ეყარა. ოსეთში და გამოტანილი არ იყო იქიდან ცხინვალიდან. აი ეგ ვაშკაცია მიხეილ სააკაშვილი და ეგ მაგარი კაცია მიხეილ სააკაშვილი. ნეტა 9 მილიონი კი არა, მილიარდი გაეფლანგა და აი ის რაღაცა სისასტიკეები არ ეკეთებინა და საშინელებები არ ეკეთებინა, რასაც აკეთებდა გარდა იმისა, რომ რა ვიცი, კიდევ ვიტყვი, რომ პუტანკებს უხდი და ბიუჯეტიდან ფულებს ვიღაცებს და ბიძას და შეყვარებულებს და ვიღაცებს აგულავებდა სახელმწიფოს ფულით. ნეტა, რა ვიცი, მილიარდი გაეხარჯა მაგაში. ჯობდა ვიდრე აი ეს საშინელებები არ ეკეთებინა, რაც აკეთა ამ არასწორმა კაცმა. მიშა არასდროს არ ყოფილა არც საქართველოს პატრიოტი, არც უკრაინის. მიშა საქართველოშიც თავიდან ბოლომდე მიშას პოლიტიკური მოღვაწეობა იყო ის, რომ მოქმედებდა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ყოველთვის და ეგ შედეგიც დადო. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინაშიც მიხეილ სააკაშვილი და მიშას პოლიტიკური მოღვაწეობა თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა უკრაინის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. ყველა მიშას მოქმედება როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში მიხვილა ასრულებდა დავალებებს. სხვა მაგას არანაირი ფუნქცია არც ამ ქვეყანაში არ ქონია და არც უკრაინაში. აი ეგ გახლავთ მიხეილ სააკაშვილი და ქართულ ოცნებას ვთხოვდი, მოუწოდებდი და შევახსენებდი კიდევ ერთხელ, რომ მიშას ადგილი არ არის ციხის საავადმყოფოს ოროთახიან რეზიდენციაში. მიშას ადგილი არის ციხეში და კეთილი ვინებით და მიაბრძანეთ. და მოიხადოს ისე, როგორც ეკუთვნის.